დავიწყოთ საუბარი ამ გადალაგებით პოლიციის მაღალჩინოსანი დაინიშნა ეგრეთ წოდებული თავმჯდომარის პოზიციაზე. გითხარით რა არის ამ შემთხვევაში რეჟიმის мотиваცია, რას ემსახურება ეს გადალაგება? მოგესალმებით პირველ რიგში მაყურებელს მივესალმები, მადლობა შესაძლებლობისთვის. ხო, თორნიკე რიჟვაძე ძალიან ოდიოზური ფიგურა. ადამიანი, რომელიც 7 წელი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ჩაანაცვლეს ბატონი თამაზაშვილი და ეხლა ეს შინაარსში რო შევიდეთ ამაში, ეხლა შესაკრებთა გადანაცვლებით ცხადია რომ ჯამი არ იცვლება. ერთადერთი კრიტერიუმი, რაც არის ბატონი თამაზაშვილის დანიშვნა, ეს არის რა თქმა უნდა მორჩილება, ის ვერტიკალის მომხრე იყო მისი მთელი პოზიციები იყო, რომ ვერტიკალის კარგი მორჩილი იყო და ზუსტად ამიტომ შეირჩა ის. მას ბოლო პერიოდში არანაირი კავშირი თითქოს აჭარასთან არ ქონია. თბილისის პოლიციიდან ვაკესაბურთალოდან გადმოიყვანეს და დანიშნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ, არც პოლიტიკური წარსული გვახსოვს მისი რამე, გარდა ამ პოლიციური თანამდებობებისა, ეს არის აჭარაში ზოგადად თანამდებობის პირები, მერები მათ შორის არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ პოლიციური რეჟიმის რაღაცნაირად გამყარება უნდა ქართულ ოცნებას, მოჭერა უნდა იმ მარწუხების, რაც მიდის ხო ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით იქნება ეს კანონი, იქნება ეს თქვათ დამოკიდებულება იგივე მედიების მიმართ და ამ ფორმით ცდილობს რომ რაღაცნაირად აჭარაშიც ის საპროტესტო მუხტი ჩაახშოს და ამაში რაღაცნაირად პოლიციის ახალი უფროსიც დაგვინიშნეს ხო ამ მიმართულებით იმუშაონ. ეს ძალიან რთული იყო რიჟვაძისთვის, იმიტომ რომ ის ფაქტობრივად დისკრედიტებული იყო, იმიტომ რომ მას ამ 7 წლიანი რაღაცა მოღვაწეობის მანძილზე ჭყალებში მოღვაწეობა რთული ამ ყველაფერს დავარქვათ. ის ალბათ დაამახსოვრდა საზოგადოებას როგორც ოდიოზური ფიგურა, როგორც თავმჯდომარე, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარეებს შორისაც კი არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა რეგიონს, ბათუმს, მათ შორის ჩვენ გვახსოვს მისი მმართველობის პირობებში საქართველოს პარლამენტში მიღებული კანონები მხოლოდ ბათუმისთვის, იქნებოდა ეს ავარიული სახლების, იქნება ეს სამშენებლო ამნისტიები და ფაქტობრივად თორნიკე რიჟვაძემ ბათუმი და აჭარა გადააქცია ქართული ოცნების პარტიულ ყულაბად. ამ საქმეს ის კარგად აკეთებდა, თუმცა ეხლა მოვიდა დრო, რომ უფრო ისეთი პიროვნება იყოს, რომელიც ამ ვერტიკალებს კარგად იცნობს, უფრო მორჩილი იქნება, არ იქნება რაღაცა პოლიტიკური წონა და გაითვალისწინებს ყველაფერს, რასაც ეთქვენ. ერთადერთი კრიტერიუმი ბატონი თამაზაშვილის არჩევისა არის ის, რომ ის იქნება კარგი მორჩილი და მას არანაირი პოლიტიკური ცნობიერება, გამოცდილება არ აკავშირებს პოლიტიკაში, საერთოდ ჩართულიც კი არ ყოფილა ამ წლების განმავლობაში. უნდა გქონდეს მოლოდინი და თქვენ რამდენად გაქვთ, რომ ეს რაღაც რეპრესიული ნაბიჯები, მექანიზმები კიდევ უფრო გააქტიურდება, თქვათ აჭარაში, იმიტომ რომ რაღაც მორჩილების ნაწილში არც თორნიკე რიჟვაძე არ აკეთებდა. არა, მესმის, მაგრამ თორნიკე რიჟვაძემ რაღაცნაირად მაინც შეძლო ის, რომ პოლიტიკურად რაღაცა პოზიციონირება მაინც შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი, გვახსოვს ხო? სრულიად აი კომისიის ნარატივი, დღევანდელი პარლამენტში შექმნილი კომისიის ნარატივი, რომ ლაჩულად წაგებული ომი, რაღაცა ექსპერტების მოწვევა თითქოს ომი ვინ დაიწყო თემაზე უკრაინა-რუსეთის მიმართულებით, როცა კითხეს, რომ ვინ დაიწყო ომი, ეს თითქოს უნდა შეეფასებინა ექსპერტებს და საბჭოს წევრს ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, ამაზე თითქოს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბათუმი არის ძალიან აქტიური პროტესტის ცენტრი. ბათუმში ამდენი დღეა უკვე დღეების გვერევა, მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი და 11 იანვრის ღამეს ბათუმში მოხდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე იყო, რომ ხო რაღაცნაირად მეც მათ შორის დამაკავეს, 5 დღე ადმინისტრაციული სასჯელი მქონდა, ასევე ვიცით მზიაამაღლობლის საქმეები, რომელიც რეალურად აი 10-მდე ადამიანი იყო დაკავებული და ამ 10 ადამიანის მიმართ, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს ერთი სიმართლეც კი არ ქონდა. აი ოქმში დაკავების დროც კი მართალი არ ეწერა, არათუ მოწმეები, არათუ ის პროცესი, რაც მიდიოდა მათ შორის სანქცირებული ადამიანების მიერ, ხო? აი ეგ ნაწილი გვაქვს ეხა, ხო? ერთი სანქცირებული ადამიანი იგივე პოლიციის მიმართულებით ბატონი ბესელია ჩაანაცვლა ბატონმა ბუხრაშვილმა, თუ სწორად ვამბობ გვარს და ასევე ბატონი რიჟვაძეს ჩაანაცვლა ასევე სანქცირებულმა ბატონმა თამაზაშვილმა და ეს არის ფაქტი, გვეუბნება ქართული ოცნება, რომ აი ეს გვინდა, ჩვენ გვინდა სანქცირებული ადამიანები პოლიტიკაში გავლენის, ასე ვთქვათ, გამტარებლებად, განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ ამ ადამიანებს რაღაცა დასაკარგი აქვთ ჩვენთან დაკავშირებით, როგორც რაღაცა როგორც ჩვევია ქართულ ოცნებას, ეს არის დაშინება მათი კომპრომატებით და ასე შემდეგ, მათ შორის საქცია შეიძლება მათთვის ბერკეტი იყოს იმისა, რომ რაღაცნაირად გავლენა უფრო გაზარდონ ამ ადამიანებზე და სამწუხაროდ ქართული ოცნება ამ რეპრესიებს ბათუმში ამ ნაბიჯებით ჩანს რომ გააგრძელებს, იმიტომ რომ არანაირი წინაპირობა არ უჩანს იმას, რომ ბათუმში ეს აქციები შეწყდება
პირიქით ყველა მნიშვნელოვანი თარიღი რაც ცხადდება ხოლმე როგორც თბილისში ასევე ბათუმში საკმაოდ მასშტაბური აქციებია ბათუმმა დაამკვიდრა ეს მარშების საპროტესტო მარშების ტრადიცია ამიტომ ამას ხელისუფლების მხრიდან ჭირდებოდა რაღაცა ახალი მექანიზმები და არა დისკრედიტებული ადამიანებით ბრძოლა როგორც იყო ბატონი დგებუაძე ბატონი ბესელია და მათ შორის რიჟვაძე აი ბატონმა რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაწერა რომ ოცნების ჯარისკაცად რჩებიო აი რაღაც უნდა ჯეროდეს რომ ის რაღაც ასეთი კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით თუ რაღაც უფრო ნაწყენი წავიდა იმიტომ რომ ვთქვათ რაღაც ფორმალური ნაწილიც ვერ ვნახეთ ხომ ან მაგალითად ბრიფინგი სადაც გამოაცხადებდა Facebook-ზე ერთი პოსტით და ამით დასრულდა მოკლედ ყველაფერი სავარაუდოდ ის ნაწყენი იქნება ამ ყველაფერთან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს მთელი 6-7 წელი მათ შორის ნაწყენი იქნება გამომდინარე იქედან რომ მამამისი რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, ასევე ჩამოაშორეს თანამდებობას, ხო? მან შეიძლება ირქვას, რომ დაკარგა ფორმალური გავლენები რეგიონში, რომელიც მას ჰქონდა და რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ მაგაზე მუშაობდა ამ 7 წლის განმავლობაში ბატონი თორნიკე, რომ რაღაცნაირად ეს გავლენები გაეზარდა, ყველა სფეროს მოედო, ხო? აჭარაში არ არსებობს სფერო, მათ შორის იყო ბათუმის დინამოს საპატიო პრეზიდენტი, ხო? აი რა იყო ამ ყველაფერთან თორნიკე რიჟვაძე, თუმცა ამითიც კი უნდოდა რომ რაღაცნაირად ზედაპირზე ყოფილიყო და ყურადღება მიექცია რეგიონში, ყველა კულტურა იქნებოდა, სპორტი იქნებოდა, ყველა სფეროში უნდოდა რომ რაღაცნაირად თავის გავლენა გაეზარდა. რა თქმა უნდა, ამითი ნაწყენი იქნება, მე მგონია რომ მას მაინც როგორც მან დაწერა ჯარისკაც, ხო, ახლა წარმოუდგენელი ამბავია ამ მიმართულებით ვისაუბროთ, რომ ჯარისკაცები არა ისინი არიან რაღაცა რეპრესიის მექანიზმები ქართული ოცნების პირობებში და სავარაუდოდ მასაც ამ გადალაგების პირობებში რაღაცა თანამდებობა ერგება, ეხლა მე არ მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი თუ რაზე იქნება საუბარი, თუმცა ის ასევე არის პოლიცსაბჭოს წევრი ქართული ოცნების და სავარაუდოდ მას რაღაცა საკენკს მიუგდებენ და ის რაღაცნაირად ქართულ ოცნებაში გააგრძელებს თავის მოღვაწეობას ბჭყალებში ცხადია, რომ მოღვაწეობა ყველაფერი არ არის. რამდენიმე საათით ადრე უთხრეს მოკლედ რომ უნდა დაეტოვებინა თანამდებობას ან ამაზე რამდენიმე თვის წინ, აი როცა დაიწყო ეს საპროტესტო ამბები, ძალიან აქტიურად მიდიოდა ბათუმში აჭარაში საუბარი, რომ თორნიკე რიჟვაძემ უნდა დაგტოვოს კულუარებშიც, რაღაცა პოლიტიკურ სპექტრშიც ხშირად საუბრობთ ამაზე, თუმცა ამ ტალღამ გადაიარა, ეთყობა რაღაცეები, არ ვიცი, ხა მოეწონათ როგორც გააკეთა, წარმოუდგენელი ამ ყველაფრის მოწონება, მაგრამ ქართულ ოცნებას ესეთი მეთოდები მოსწონს და ამის შემდეგ ამაზე თითქოს მიწყნარდა, მიჩუმდა საუბარი, თუმცა აი ეხლა ვხედავთ, რომ მოულოდნელად ჩემთვისაც მოულოდნელად, იმიტომ რომ დილით გავიღვიძე და დამხვდა ფაქტობრივად ნიუსი, როცა არანაირი წინაპირობა ამისი არ არსებობს. ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო ის, რაზეც აქტიურად საუბრობდნენ, რომ ის მაინც რაღაც ღარიბაშვილის ხაზს წარმოადგენს და ასე იკავებდა ანუ ამ თანამდებობას წლების განმავლობაში. ხო, ბატონ რიჟვაძე მუშაობდა შვაჰევჰეში, იქამდე, ნუ შვაჰევჰესი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობიდან რაღაცა ეს საერთო კლანი იყო თითქოს. ეხა არის საუბარი იმაზე, რომ ბატონი ბერიძე, რომელიც არის ბათუმის დელეგატი ქართულ ხმებში მღერის, ასევე ბატონი თამაზაშვილი, ხო ვიცით, მისი ბიძიაც ასევე რაღაც საერთო ნაცნობების საერთო კლანია და ერთი კლანი გააძლიერა, ეხა ისევე როგორც ბატონი არჩილბერიძე, ბატონი თამაზაშვილი არიან რაღაცა ამ კლანის წარმომადგენლები, ეხა ვისი კლანია ეს ყობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძის, მე არ ვიცი ამაში და ცხადია ვერ ჩევალ, თუმცა ფაქტი ის იყო, რომ რიჟვაძე მხოლოდ და მხოლოდ კალაძის გავლენებით მოხვდა იქ, ეხა ბატონი თამაზაშვილი მოხვდა იქ იმიტომ, რომ ის კარგად იცნობს მათ შორის ბატონ ბერიძეს, რომელიც არის დელეგატი, მათ შორის კარგი ურთიერთობა აქვს ბატონ ჩიქოვანთან და რაღაცა საერთო კლანი შეიკრა და ეს ახასიათებს ზოგადად აჭარაში მიმდინარე პროცესებს, როცა ადამიანი მოდის მთავრობის თავმჯდომარედ, ის მის კლანს იკრებს გვერდით, მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებში ეს მეთოდი ძალიან აპრობირებული იყო და რა თქმა უნდა მთავარი ამბავი არის ის, რომ აქ ქართული ოცნება გააძლიერა თითქოს მოკავშირე ადამიანები, თუმცა ეხა მე იმაზე ვილაპარაკ ეს რომელ კლასს წარმოადგენს, არც ინფორმირებული ვარ და სწორიც არ იქნება ჩემი. ბოლოს მინდა გკითხოთ თავადაც რადგან ახსენეთ წინა ხელისუფლება, პოლიციის უფროსის ცვლილებაზე მინდა გკითხოთ, ნაციონალური მოძრაობის, უფრო კონკრეტულად მირაბიშვილის მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა უწყების სპიკერი იყო გიორგი ბუხრაშვილი. და თან ეს ბევრი წლის კამპანია ხომ რომ რაღაცა ნაცებს ეძებენ ყველგან. აი გითხარით რა мотиваცია აქვს? უნდა განვიხილოთ თუ არა ეს უფრო ასე ვთქვათ ფართო კონტექსტში ის რაც მოხდა ვთქვათ თავმჯდომარის ნაწილშიც რომ ზოგადად ეს რეპრესიული მექანიზმები, ეს პოლიციური კონტროლი უნდა იყოს უფრო აქტიური. ცხადია, აი კომისია ვახსენე ხო, წეგან საპარლამენტო კომისია, რომელმაც ფათაშორის ჩვენ ლიდერები დააჯარიმა რა წარმოუდგენელი ბრალდებებით ხო, არ გამოცხადების გამო, ასევე პროცედურულად არასწორად არის ეს კომისია შექმნილი კონსტიტუციის 52 მუხლის დარღვევით,
მოგვიყვებით, სადაც თქვა 50 წევრისგან მინიმუმ უნდა შედგებოდეს, ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციონერი, ის ოპოზიციონერები ვინც არიან, როგორი ოპოზიციონერები არიან, ეს ყველამ კარგად იცის და ეს კვოტაც კი ბოლომდე ამ ფასადური ოპოზიციის პირობებში ათვისებული არ არის და აი ამ კომისიის ფარგლებში, მათ შორის მე აი წინა საკრებულოს ხტომაზე ვერ მოვახერხე ყოფნა და ბატონი არჩილ ჩიქოვანი, რომელიც მეგის ქარდავას მოადგილე იყო, მინდოდა მეკითხა, რომ იყო თუ არა გამოძახებული ამ კომისიაზე, ხო? ჩვენ გვყავს ბათუმში ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მუშაობდნენ ძალოვან უწყებებში, მათ შორის ახლა ბატონი ბუხრაშვილი გვახსოვს ხულოში აი 2012 წელს ძალიან აქტიურად რაც დაპირისპირება რომ მოხდა აი ბეშუმში, იქ ძალიან გამოესარსა თითქოს მაშინ მოქმედ ხელისუფლებას, ის ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი საყვარელი პოლიციელი იყო მათ შორის და რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტების მერებიც რო ავიღოთ 80%-ში ეს ადამიანები არიან ყოფილი პოლიციელები და ეს არის გზა, მექანიზმი ამ მოჭერისა, მათ შორის მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებიც უფრო მარწუხებში მოაქციონ, უფრო დააშინონ მოსახლეობა და თქვან, რომ აი ჩვენ გარდა იმისა, რომ სუსი, გარდა იმისა, რომ პოლიცია, გარდა იმისა, რომ ორმაგი ბიუროკრატია აჭარაში, ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, თვითმმართველობა ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს, აი გეუბნებით წინასწარ, რომ ჩვენ დავნიშნეთ პოლიციელები, მათ მივეცეთ სრული გავლენა, ასევე თავმჯდომარეთაც პოლიციელი დავნიშნეთ და იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენს ნაბიჯს ვაკონტროლებ. ეს არის მესიჯი მოსახლეობისთვის, რეგიონისთვის, რომელიც არის სრულ გაჭირვებაში, რეგიონისთვის, რომელიც ბატონმა რიჟვაძემ დატოვა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დაუტოვა ძალიან მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობას და ინფრასტრუქტურულ მემკვიდრეობას, ხო? გვახსოვს მისი რაღაცა კუნძული, რომელსაც აშენებდა და წარმოუდგენელი ამბავია, დღემდე რაკეთდება იქ კაცშვილმა არ იცის, გვახსოვს მშენებლობების მიმართულებით რა პრობლემაა, გენგეგმაზე საუბრობდნენ და ბათუმში გენგეგმა ქართული ოცნები 2012 წლიდან ეს მთავარი დაპირებაა, რომ თითქოს ბათუმს გენგეგმა ექნება და დღემდე არ გვაქვს ეს ყველაფერი და ქართულ ოცნებას უბრალოდ აქ მზაობა იმისთვის, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩაატაროს დამატებითი რაღაცა დაშინებებით, რეპრესიებით და ასევე ჩაახშოს ის პროტესტი, რომელიც რეგიონში ძალიან მწვავეა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს, მათ შორის ძალიან ბევრი საჯარო მოხელე ყოველდღიურად ფაქტობრივად თავისუფლდება საკუთარ თანამდებობებიდან და ეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა რაღაცნაირად ბატონმა თავაზაშვილმა, ბატონი ბუხრაშვილის ხელით გააგრძელოს და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პოლიციის უფროსი, აჭარის პოლიციის უფროსი ბატონი ბესელია და ბატონი დგებუაძეც ამ ყველაფერმა ვნახეთ ჩვენ, რომ მათი დისკრედიტირება მოახდინა ფაქტობრივად ბოლომდე, ხო? ცრუ მოწმე თავი თვითონ დაიჭირეს ადამიანები, იგივე მზია ამაღლობელი, იგივე ციალაკატამიძე და არც ეს პროცესზე არ გამოდიან და თითქოს ამას განარიდეს ბესელია, მათ შორის საუბარია, რომ დგებუაძეც სავარაუდოდ რაღაცნაირად სხვაგან გადალაგდება და სხვა თანამდებობა ექნება, ამიტომ ვიწრო კლანი, ვიწრო ბაბლი, მაქსიმალური რაღაცა რეპრესიები, დაშინებები, ეს არის გზა, რომელიც ამ სახელი გვარებით ქართულმა ოცნებამ გვითხრა. კეთილი, ტრენდი მადლობა, ვაჟა დარჩიეთ, საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი პასუხობდა კომენტარის კითხვებს.